a new mechanism. ახალი მექანიზმი ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, რომელიც სარგებლობს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით. დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ამის შემდეგ ისინი განიხილავენ მას და მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა იქნება მათი გადაწყვეტილება, არ მინდა ამაზე სპეკულირება. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ჩემი მოვალეობაა მქონდეს კომუნიკაციის ღია არხები ყველასთან. ვცდილობ ვესაუბრო ხელისუფლებას, ასევე გვაქვს კონტაქტები ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ სფეროსთან. გასულ კვირას ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ცხადად ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის შემდეგ საქართველო უფრო შორსაა, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს. საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ შეიცვლის კურსს და დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. 2024 წლის გაზაფხულზე ცხადად ვთქვით, თხოვთ არ მიიღოთ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც გამჭვირვალობის კანონი ეწოდება, რადგან ამას ექნებოდა შედეგები. 2024 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების გამო ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად შეეჩერებინა საქართველოს გაწევრება და უთხრა საქართველოს მთავრობას შეეცვალა კურსი. ევროკავშირის საბჭოს 24 ივნისის გადაწყვეტილება იყო პირველი გამოღვიძების ზარი. The final